სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრის სკენარი თბილისში 2 წელია ფუნქციონირებს. სამედიცინო ხელსაწყო სკენარით შესაძლებელია რთული პათოლოგიების, გულ-სისხლძარღვთა, კუჭნაწლავის, ღვიძლის, შარდ-სასქესო სისტემის, მოტეხილობისა და სხვა დაავადებების მკურნალობა. ამ მეთოდით მკურნალობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და საკმაოდ შედეგიანია. ეს არის აპარატის სკენარი, ეს არის თვითკონტროლებადი ენერგო-ნეიროადაპტაციური რეგულაცია. ამ ზუსტად ამ სახელწოდებაში სამკურნალო ფილოსოფია ჩადებული. ხელსაწყოს აქვს უძლიერესი ალგორითმით, ტკივილგამაყუჩებელი, აღდგენითი. დევნილი პაციენტები სკენარ ცენტრში ეტაპობრივად მკურნალობის კურსს გადიან. კლინიკის მთავარი ექიმი ბადრი ჯალაღონია სოხუმიდან დევნილია. ამიტომაც დევნილი პაციენტებისათვის დახმარების გაწევა და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისთვის. მისივე განმარტებით ცენტრს არაერთი იძულებით გადაადგილებული პირი სტუმრობს და დამაიმედებელი შედეგები ყველა პროცედურის შემდეგ ჩანს. ჩვენ დევნილი ბავშვებისთვის ეს არის მარტო აფხაზეთიდან, არამედ ცხინვალის რეგიონიდან და სოციალურად დაუცველებისთვის გეგმავთ ჰუმანიტარულ აქციებს, კვლევის დიაგნოსტიკის მხრივ და ფსიქოლოგთან კონტაქტი და ლოგოპედთან კონტაქტის მხრივ და ეს ძალიან სერიოზული თემაა და ამ თემას აუცილებლად განავითარებთ მომავალში. ბავშვები არიან ცერებრალური დამბლით, აუტიზმის სინდრომით და ამავე დროს დაუნის სინდრომით. არის კიდევ გონებრივი ჩამორჩენა, ამავე დროს განვითარებასთან შეფერხება. ყავდა პაციენტები, რომელმაც ფეხზე გაიარეს. ამავე დროს გონებრივად წამოვიდნენ საკმაოდ, საუბარი მეტყველება გამოუსწორდათ, ზოგი საერთოდ ვერ საუბრობდა და მან საკმაოდ ბევრი სიტყვები შეიძინეს. ბავშვებმა კომუნიკაცია შეძლეს მშობლებთან, ბავშვებთან. სკენარ კლინიკის შესახებ გავიგე დაახლოებით 1 წლის უკან. მარიამი არის ცერებრალური დამბლით და ჩვენ საკმაოდ კაი შედეგი მივიღეთ კლინიკაში მოსვლის შემდეგ. ბევრად უკეთესად საუბრობს, დოჯდომა დაიწყო და ცდილობს სიარულიც დაიწყოს თანდათან. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით დევნილი პაციენტების მომსახურება და მათთვის დახმარების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. თანამშრომლობა და საქველმოქმედო აქციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი ცენტრი პერიოდულად ჩაატარებს აქციებს საქართველოში დევნილი მოსახლეობისა და სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერის მხრივ. ჩვენ მზათა ვართ აღმოუჩინოთ როგორც დიაგნოსტიკური კუთხით, ასევე სარეაბილიტაციო გამაჯანსაღებელი კუთხით დახმარებები.